ზუსტ მოვიდა, ვისთვის იქნება პარასკევი გამორჩეული დღე და როგორ განვითარდება მოვლენები მოახლოებულ შაბათ კვირას. უნდა ველოდოთ თუ არა რადიკალურ ცვლილებებს პირადი და კარიერული კუთხით, ამას ჩვენი ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა გვეტყვის სწორედ ახლა. დილამშვიდობის საქართველოს დღეს 7 თებერვალია. პარასკევი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა და დღევანდელი დღის გატარება ძალიან კარგი არის ოჯახთან, ნათესავებთან, ახლობელ ადამიანებთან. გარდა ამისა, შეგიძლიათ რომ დაიწყოთ მშენებლობა, ან თუნდაც შეიძინოთ ახალი ბინა. მოკლედ, შეეცადეთ რომ დღევანდელი დღე მაქსიმალურად დადებით გარემოში გაატაროთ იმ ადამიანებთან, რომლებიც გიყვართ და რომლებსაც უყვარხართ. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძებო. თქვენთვის დღევანდელი დღე საკმაოდ აქტიური იქნება. შესაძლოა რომ ახალი ნაბიჯების გადადგმის სურვილი გქონდეთ. შესაძლოა აქვე შემოთავაზებებიც გქონდეთ. კარგი იქნება თუ იქნებით აქტიურები, თუმცა დღეს ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ დეტალებს. შეეცადეთ რომ იყოთ ორგანიზებულები და ყველაფერი კარგად გათვალოთ. მაქსიმალურად აირიდეთ თავიდან შეცდომები და კონფლიქტური სიტუაციები. ყუროებო, დღეს ეცადეთ რომ იყოთ მაქსიმალურად დაკვირვებულები. განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. შესაძლოა მცირე შეცდომები, შესაძლოა რაღაც გამოგეპაროთ და რაღაც ვერ დაინახოთ. ეცადეთ რომ დეტალებს ყურადღება მიაქციოთ და იყოთ მაქსიმალურად დაკვირვებულები ყველაფერთან მიმართებაში. გარდა ამისა, მიაქციეთ ყურადღება ინფორმაციას, რომელსაც მოისმენთ, ან რჩევებს, რომლებსაც გაიგებთ. დღის მეორე ნახევარი შედარებით პოზიტიურია. რაც შეგეხებათ თქვენ ტყუპებო. დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. შეგიძლიათ შეიძინოთ ბინა, ან ახალი რაიმე მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება. მოკლედ, ნებისმიერი მნიშვნელოვანი რადიკალური ცვლილება შეგიძლიათ რომ დღეს განახორციელოთ. შეგიძლიათ რაღაც მომენტში გარისკოთ ან მიენდოთ თქვენს ინტუიციას შეგრძნებას. თუ თვლით რომ ეს გჭირდებათ, მაშინ იმოქმედეთ და გადადგით ნაბიჯი. კითხებებისთვის დღევანდელი დღე შედარებით ქაოტური იქნება. კარგი იქნება თუ სწორად დააბალანსებთ თქვენს პირად ურთიერთობას და სამსახურს, კარიერულ მიმართულებას, რადგან რაღაც მომენტში თითქოს ერთგვარი დისბალანსი შემოდის და ირევა. რომელიღაცას მეტ ყურადღებას უთმობთ, ხოლო რომელიღაც კიდევ უყურადღებოდ გრჩებათ. შეეცადეთ რომ მაქსიმალურად სწორად გადაანაწილოთ თქვენი დრო და ენერგია ისე რომ არც ერთს მოაკლდეს ყურადღება და არც მეორეს. ლომებო, დღეს შესაძლოა რომ ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს თქვენს წინაშე. ახალი რაღაც პერსპექტივები, რომლებიც ძალიან საინტერესოდ მოგეჩვენებათ. თუმცა, კარგად დაფიქრდით სანამ ნაბიჯს გადადგამთ. რაღაც მომენტში შესაძლოა რომ თქვენმა ამბიციამ ხელი შეგეშალოთ და არასწორი ნაბიჯი გადაგმოვიდოთ. ნუ დაივიწყებთ იმას, რომ ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეთ და შემდგომ იმოქმედოთ. რაც შეგეხებათ თქვენ ქალწულებო, დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო იქნება თქვენთვის. შესაძლოა ახალი ადამიანები გაიცნოთ, ახალი მეგობრები შეიძინოთ. მოკლედ შესაძლოა გქონდეთ საქმიანი შეხვედრებიც. კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს სწორად გადაანაწილებთ. არ დაგეგმოთ მნიშვნელოვან საქმეებს, რადგან დიდი ალბათობა არის იმის, რომ გეგმები შეგეცვლებათ. სასწორებისთვის დილა შესაძლოა ქაოტურად დაიწყოს, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი თავისთავად გამოსწორდება და დასტაბილურდება. შეეცადეთ რომ არ შეეწინააღმდეგოთ დღევანდელი დღის მოვლენებს, რადგან რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევთ, რაც უფრო მეტად შეეცდებით, რომ თითქოს შეცვალოთ ან შემოატრიალოთ, მით უფრო მეტად წარმოგექმნებათ პრობლემები. პირიქით, მიყევით დღევანდელი დღის დინებას და ყველაფერი თავისთავად ბუნებრივად გამოსწორდება. მორიელებო, დღეს იყავით მაქსიმალურად ყურადღებით ინფორმაციის კუთხით. შესაძლოა ძალიან ბევრი საინტერესო ახალი რამ გაიგოთ. შესაძლოა ფარდა ეხადოს ბევრ დახურულ, დაფარულ ინფორმაციას. მოკლედ, ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ თითოეულ სიტყვას, თითოეულ ნათქვამს, რომელიც თქვენთან მიმართებაში იქნება წარმოთქმული. გარდა ამისა, შეეცადეთ რომ კარგად გაანალიზოთ დღევანდელი დღის მოვლენები, გამოიტანოთ დასკვნა და თითქოს ერთგვარი გადაფასებაც, ანალიზი გააკეთოთ დღევანდელი დღის. რაც შეგეხებათ თქვენ მშულდოსნებო, შეეცადეთ რომ ისმენოთ ფინანსურ სტაბილურობაზე. კარგად გათვალეთ ხარჯები, არ არის სასურველი დაუფიქრებელი შენაძენების განხორციელება. პირიქით, შეეცადეთ რომ სწორად განსაზღვროთ თქვენი ბიუჯეტი, რისის შეძენა გსურთ, რისთვის შეგიძლიათ თანხის გამოყოფა. შეეცადეთ რომ ენერგია უაზროდ არ გაფლანგოთ და არ გადადგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც არაფრის მომცემი იქნება თქვენთვის. დღესქებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ აქტიური იქნება. ასევე მრავალფუნქციურები იქნებით თავადაც. ძალიან მარტივად მოახერხებთ ბევრი სხვადასხვა საქმის ერთდროულად შესრულებას. ასევე შესაძლოა რომ მოგიწიოთ თქვენი მეგობრების ან კოლეგების დახმარება. მოკლედ, რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებთ, თითქოს უფრო მეტად პროდუქტიულები იქნებით. შესაბამისად, თუ კი რაიმე გაქვთ გასაკეთებელი, შეგიძლიათ რომ დღევანდელ დღეს დაგეგმოთ, რადგან ყველაფერს უმარტივესად გაართმევთ თავს. მერწყულებო, დღეს ასურველია რომ დაისვენოთ, განიტვირთოთ, აღიდგინოთ ენერგია იმისთვის, რომ მომდევნო დღეები თქვენთვის წარმატებული იყოს და ახალ შესაძლებლობებს ახალი ენერგიით შეხვდეთ. თუ შესაძლებლობა გექნებათ, შეეცადეთ რომ დღევანდელი დღე გაანთავისუფლოთ და მნიშვნელოვანი განსაკუთრებით რუტინული საქმეები დღეს არ დაგეგმოთ. ხო, რაც შეგეხებათ თქვენ თევზებო, შეეცადეთ რომ იყოთ მეტად აქტიურები. ხანდახან გაქვთ ძალიან კარგი იდეები, თუმცა ამის წარმოთქმა ან სხვებისთვის გაზიარება თითქოს გერიდებით
ბედებათ ან ვერ ბედავთ, პირიქით გამოიჩინეთ ინიციატივა და თუ რაიმეს მოქმედება გსურთ, გადადგით ნაბიჯები. გაუზიაროთ თუნდაც თქვენს მეგობრებს, შესაძლოა ისინი დაგეხმარონ თქვენი მიზნების მიღწევაში და რაღაც პირველი ნაბიჯების გადადგმაში ხელი შეგიწყონ. ხოლო რაც შეეხება უქმე დღეებს, შაბათი ენერგეტიკულად საკმაოდ ძლიერი დღე იქნება, რომელიც მოგცემს შანსებს. შეეცადეთ, რომ კარგად დაინახოთ და ხელიდან არ გაუშვათ. კვირას კი არ არის სასურველი ზედმეტი აქტიურობა. პირიქით სასურველი, რომ განმარტოვდეთ და საკუთარ თავს ჩაუხმოვდეთ. თუ შესაძლებლობა გექნებათ, შეეცადეთ, რომ სადმე წახვიდეთ, მოწყდეთ ყველას და ყველაფერს და საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ. გისურვებთ წარმატებულ პარასკევს და მშვიდ უქმე დღეებს.